დილამშვიდობისა, მეგობრებო. დღეს არის 27 ივლისი და ახლა არის დილის 9 საათი. მოკლედ თქვენ ნახეთ ფილება 91, ფილება 82 და ბევრი დარწმუნდა ვინაიდან ისეთი მტკიცებულები წარმოადგინენ, რომ უბრალოდ თუ რანაირ სიტუაციაში ვყოფით დღეს ჩვენ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიოს და მით უმეტეს ქართველობა და მით უმეტეს ქართველობა რა დღეში ვარ და რატო ვარ ასეთ დღეში. ამას იხილავთ დღეს საღამოს 27 ივლისს 8 საათზე. ხილება 83-ში. ისიც პატარა ვიდეოა, მაგრამ საკმარისად და სავსებით გასაგებად მაგახსნილი თუ რატო ვარ ასეთ დღეში. ესე იგი შორიდან ვიტყვი იმას, რომ დღეს თქვენ გაიგებთ იმას, თუ რა შტუკა ასე ვთქვათ გაგვიკეთეს ურიებმა. მათ ბევრი შტუკა გაგვიკეთეთ ჩვენ, ძალიან ბევრი. ამაზე მე მანამდე უბრალოდ აქამდე კიდე მქონდა ბევრი ვიდეო და კიდევ რასაპირებენ მაგაზე კიდე, მაგრამ დღეს თქვენ ზუსტად გაიგებთ იმას, თუ რა გწეს აი შიგნით საქართველოში, თუ რატომ ვერ გამოვივართ ამ ასე ვთქვათ მოჯადოებული წრიდან, რატომ ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს. ზოგიერთი რო წერს ეს კი გავიგებ თუ, მაგრამ მე რა გვეშველება, ეს არ არის გაგება. ეხლა ვიღაცამ ესო დაინახა ჩემი პირველად ეს ვიდეო, ერთი და ორი ვიდეო და მე რამდენი წელია რომ რამდენ მამაძაღლობას ვამხელ ამ ეშმაკისას და ერთი რაღაცა რო დაინახა და ხო კი გავიგეთ, მაგრამ რა გვეშველება უცებ, ხო? ამას გაგება არ ქვია, მეგობრებო. ამას როდესაც შენ 1000-დან სიტყვაზე, პირობითად ასე ვთქვათ, 1000-დან ერთს რო გაიგებ და შენ რო გონია რომ გაიგე, ეს არ არის გაგება. არ არის გაგება, იმიტომ 1000-დან ერთის გაგებით, შენ ვერაფერს ვერ გაიგებ. იმ პრობლემას და იმ წრის ხაფანგებს. შენ რო ერთი რო ნახე და ორი რო ნახე. ამით არ ნიშნავს, რომ ის 998 იცი კიდე სადებს. თუ არ იცი, ამას არ ქვია გაგება და ავტომატურად ვერაფერი ვერ გეშველება. და არც გეშველება. სანამ მე ამას კიდე გეუბნებ. ამას ქვია ზედაპირული ვითომ გაგება. ამიტომ ვამბობ, რომ სანამ ერის მესამედი მაინც არ მიხდება და არ გაიგებს თუ სად არის ამათი ხაფანგები ჩალაგებული და როგორ ყლაპავს ამ ხაფანგებს ორჯოსავით ერი, ხო? მანამ არაფერი არ გვეშველება, იმიტომ თუ არ იცი ეს ბუნებრივია, ეს ელემენტარული რამე, ეს მსოფლიო დოგმა არის, არა 1 და 2 ათასწლეულები კაცო. შენ თუ გინდა ვიღაცა შეებრძოლო, ხო? შეებრძოლება რატო გამოდის? იმიტომ რომ თუ გინდა თავის გადარჩენა და თუ გინდა შველა, მაშინ ვიღაცას უნდა ებრძოლო, კაცო. აბა ის სად არის თავზე გაზის მონსტრი და როგორ გიდამადეს შველა თუ არ იბრძოლე, ხო? და თუ არ იცი ტრის ტექნოლოგია როგორ და რანაირი ხერხებით გებძვის, როგორ გინდა რომ ისა მოიგო ეს ბრძოლა, ხალხო? ჰა? გამაგებინეთ, სხვანაირი მეთოდი არ არსებობს მსოფლიოში, ეს არის დოგმასავით უკვე. და შენ თუ აგებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 100-ჯერ და 1000-ჯერ თუ აგებ ერთად, ესე არ იცი, მტერი არ აყავს შესწავლილი. იმიტომ რომ არ აქვს შესწავლილი აბსოლუტურად. და ის ზედაპირულად გიდა, ვაი, გადავჭეთ ახლა და მოდი, გააკეთა ეგ იბრძოლა იმან შევანაძემ, შობელძაღმა და დაუწყო იმას რა ქვია, აფხაზეთს, ვითომ. ჩვენი გასაბრიყვებლად, მაგრამ გეგმა იყო კი გასაგებია, მაგრამ ხო? წავაგეთ, დაიწყო იმან მიშამ, წავაგეთ.
მაგრამ სად არის? ვიცი, კი გავიგე, მაგრამ როგორ გეშულება? არაფერი არ გეშულება ხალხო. სანამ თქვენ იმ 1000-დან პირობიდან ვამბობ, 1000-დან 80-ს მაინც არ გაიგებთ. და არ გიდათ გაგება. სადრა ხაბანგია ჩადებული და რანაირად გვებძის ეს ეშმაკი? მანამდე არ გეშულება ხალხო. გამორიცხულია ეს როგორც 2-4-4 ისე. აი ზოგიერთები ვის გუშინ დავინახა და გუშინ წინ ჩემი 1 და 2 ვიდეო და ცეცხლის გადამოსვლა და ვიდარიო კაცო ეს სექტაცი მე მეუნებია და რა ქრისტიანი ხარ. ნუ ახლა მაგაზე რამდენჯერმე პასუხი გაცემული ვინც ის მაგრამ ახლა მაგად ვაიგნორებ უბრალოდ ძალიან ჩამორჩენილები რო არიან იმიტომ არა და რამდენი ასეთ ჩამორჩენილი რამდენი ტონობით ხალხო ტონობით და იმიტომ გეუბნებით სანამ ერის მესამედი მაინც მაგრამ ახლა როგორ უნდა გაიგოს ხო კი ბატონო ბევრი ხო მეუბნება ამას ვუგდები მას მეუბნები იმას ვუგდება თქვენს ვიდეოებს მაგრამ მოსმენაც არ უნდა ყურებაც არ უნდა ის სექტანტია ის იოღოველია კიდე რაღაცები ნუ ამი 1000 რაღაცი რომელსაც საპატრიარქო დამოდის ყველაზე ჩემი დიდი ჭორი ყველაზე დიდი ჭორი 99% მოდის საპატრიარქოდან იმათი მე აგენტებიდან ასე ვთქვათ ეს არის დიდი ინჭორბიურო დიდი უშიშროების ასე ვთქვათ ბანქანა ასე ბრძოდნენ ზვიადისაც სიმართლის გამო იმიტომ რომ მათ რო უჭიკინებდა რომ ეუნებოდა ჩათალახები ხართო და ისინი ეუნებოდა აი ზვიადიო კაცო ანტიქრისტი არისო ხო ზვიადი ანტიქრისტი ხომ თუ ზვიადი წარმოგიდგენთ და მე ანათემას რო გადასცეს მოკლედ ამათ რა გამოლებდა ახლა რა შეათქო ის გამოსავალი ამას გეუბნებით მე არ გეუბნები გადარჩენაზე ჯერ გამოსავალი უნდა იცოდე ადამიანი ესეც რამდენჯერ მithქვამს ვინც ხალხმა როდესაც თქვენ ნახავდა გაიგებთ იმ სიმართლეს რომელსაც კი მართალია ამტკიცებთ თქვენ თავად ხო ამიტომ მას უნდა აფიშირება უხეშად რო ვთქვათ რეკლამირება ანუ როგორად თქვენ რო დაინახავთ ამას და მართალია 100%-იანი გაი ბატონო 1000-ზე არ გავიჭიმოთ ხო? ამას ბევრს გეშინიათ ამის დადება, გაზიარება თქვენს გვერდზე. რატომ? იმიტომ რომ არ იქადა ის რა სიტყვის კაცვის ჩემი მეზობელის, მეგობარის, დათესავი რა სიტყვის ხო? აი, ხედავთ რაშია საქმე? ხედავთ რაშია საქმე და ავტომატურად თქვენ კიდევ ინფორმაციას უკვე კლავ თუ ამას არ აკეთებთ. კლავ იქ ადგილზე კლავ. შენ ფიქრო ხო მერტი წინაშე მე ხო მართალია მე ხო გავიგე ხო კი ლაიქი გაუგეთე რა თავარია ხო მაქსიმუმ რაღაც დავაკომენტარე კარგი დადებითი ასულა ხო და მოვისტუმრე ეგრე არ არის შემოგარგება ღმერთი იმიტომ წერია ღმერთიანი მსოფლიოში არავის არ აქვს ეს მარტო ჩვენს ღმერთს აქვს ხო რომ ერთიანობაზეა დაგებული თუ ერთმანეთს არ გადავეცით ეს ინფორმაცია არ გაუბევდით ხო ესე გამორიცხულია ხარ გამორიცხულია მერე ნუ ამბობ რა გვეშველება არაფერი არ გვეშველება ხალხო გეუბნებით სანამ თქვენ სათითაოდ არ იბრძოლებთ მე არ ვამბობ როგორც მე ვიბრძვი ისე ამას თქვენ ვერ შეძლებს 10,000-ები და 100,000-ები ვერ შეძლებს ეს გამორიცხულია მაგრამ თქვენი ელემენტარული რაღაც ხომ უნდა შეასრულოთ კაცო მოვალეობა ღმერთის წინაშე საკუთარი თავის წინაშე შთამომავლობის წინაშე წინაპრების წინაშე და კიდევ მომავლის წინაშე ხო უნდა გაიძრებ და უნდა მასახან ცოტა შეწუხდეთ ხალხო თავი შეიწუხოთ და დაადეთ ეს საკუთარ გვერდზე ჩაგდება მარტო არა ჩაგდება იცი მალულად რო უგდები მას გამიგე კი გადავაზიარე მას ნიშნავს რომ იღებ ვიდეოს და მესენჯერში უგდები შენიანს ვიღაცას ხო ეს არის მალულად გადაზიარება თუ ხედავ რომ არ ბლოკავენ ვიდეოს ადეგი და დადე შენს გვერდზე დაანებე თავი მაგას რომ არავინ არ ხედავს ხედავენ ძალიან კარგად გამიგე და ლაიქს რო არ გიკეთებენ და ასე შემდეგ ეგ არ არის აუცილებელი თავარია გადააზიარო თუ გინდათ რომ გეშველოთ ესმინ
მე უკვე ისე რა ქვია კომპიუტერი ხა არ მithქვია ყველა დეტალი და ჩემი კომპიუტერი უკვე პრაქტიკულად გამოუდეგარია 3 დღეა უკვე მეორე დღეა უკვე Word-ით გამეჭედა Word-ში კიდე საერთოდ ვერ ვხსნი Word-ს ვერ ვეშტავდა ხა თუ რამე არ ჩავიწერე და არ ჩავბეჭდე მაშინ რაღაც მინდა ეს კომპიუტერი თავიდან მაგას კარგახანია უჭირდა ის უსასვენის ჩასარჩები როა რაღაცა ის გაუფუჭდა შემდეგ Type-C-ის მოვიგონეთ რაღაცები გადამყვანიდან მოკლედ წვალება რა და რემონტი მაგის რა ქვია რამი ვერ გავზარდეთ სხვანაირად რაღაცა გავაკეთეთ დისკავოდი გამოვიტანეთ ტერაბაიტიანი ჩავდეთ ნუ მოკლედ და ეხლა кейსი წინათ რა დაემართა და იმიტომ ვიგამოაცხადე კომპიუტერის ამბავი მაგრამ ისიც არ გოვდება და ეხლა Word-ის გაჭედა საერთოდ და მორჩა დამთავრდა ეხლა რაც მაგის იმიდოებს მოვისტუმრებ ეხლა 83 მხილება იქნება ამ საღამოს 84 იქნება კიდე რა ვიცი წინახელწარ დავაანონსებ და რა ვიცი მე რო პრობლემები მქონდა და მე რო წიამდეგობები და მაინც 33 წელიწადია რო ვიბრძვი მაგას ხო არ გეუბნებით ხალხო თქვენი მოვალეობა შეასრულეთ თქვენი ელემენტარული მერეთის წინაშე საკუთარი თავის წინაშე და მომავლის წინაშე და მე ნუ ამბობთ ახლა რომ მე რა გოშველება აი თითქოს ეს ისედია აი მე სად ვიყიდოთ აი ხშია და სად ვიყიდოთ სად აგერ მიდით აგერ გვიროლას ვადგები აგერ ან მაგნიჩი ორნაბიჩი რა ვიცი აბა როგორ გინდათ ეს კაც ეს ვარ რამე რომ მე სად ვიშოვება რომ ეხლა არაფერი არ გეშველება აი ნახეთ ახლა დღეს საღამოს 93 ნაწილში და თავად მიხვდებით რა გეშველება დიახ ჭალებში რა თქმა უნდა სად ვარ გვაქვს თავი ჩაყობილი და კრინცას ვარძრავთ და მე ამერს რა უნდა ეშველოს ხალხო რა უნდა ეშველოს აი დაწერეთ მე დაწერეთ კომენტარებში ქვემოთ დღეს საღამოს და გადააზიარეთ მაქსიმალურად თუ შეგიძლიათ არ გაბრძანდებოდეს